საქართველოში სასტუმრობის ფასები კვლავ მზარ დინამიკას ინარჩუნებს. PMC-ის მონაცემებით მაისში აპრილთან შედარებით ინდექსი თითქმის 12%-ით გაიზარდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 9% შეადგინა. ყველაზე მაღალი თვიური მატება აჭარაში, ქვემო ქართლსა და თბილისშია. სეგმენტების მიხედვით საშუალო ფასები 120 ლარიდან 485 ლარამდე მერყეობს. ხუთვარსკვლავია სასტუმროებში, ყველაზე მაღალი მომსახურების ტარიფი რეგიონებში კახეთსა და გურიაშია და 675 ლარს აღწევს. განაპირობებს სასტუმრობის ფასის ზრდას, არის თუ არა ეს მატება ხარისხის გაუმჯობესების შესაბამისი და რა გავლენას ახდენს ინფლაციის მაჩვენებელი სასტუმრობის მომსახურების ღირებულებაზე. სტუმართან HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელთან გიორგი დოლიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გარდაცვალებაში სასტუმრობისთვის. მე მაყურებელს ახლა გავაცანი ის მონაცემები, რომელიც ამ შემთხვევაში ეხება სასტუმროების ნაწილს, სასტუმროების დატვირთულობას და ამ შემდგომ. ტენდენცია როგორია თქვენს მაგალითზე და მე უკვე განვაზოგადოთ მთლიანობაში სურათი რა გვაქვს ქვეყანაში ამ კუთხით. მოგესალმებით, ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც იმ სტატისტიკას და ციფრებს, რასაც ჩვენ წლიდან წლამდე ვაგენერირებთ, ან რა სტრატეგიებითაც ოპერირებთ ბაზარზე, ეს იქნება დატვირთულობის ნიშნულების ზრდა, ეს იქნება ზოგადად წლიდან წლამდე ბიუჯეტის გაზრდა, ფასის ზრდის წყალობით, შესაბამისად არის ხოლმე ძალიან გასახარი და საამაყო, როდესაც მთლიანად სურათი საერთო ჯამში კვლევითი ორგანიზაციების მხრიდანაც და ზოგადად ქვეყნის სტატისტიკაც მიყვება და ემთხვევა იმ ბიზნეს გარემოს, რაშიც ჩვენ დღეს გვიწევს ოპერირება. ნამდვილად გაზრდილი მოთხოვნა არის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმ ფასების ზრდის ტენდენციისა და ტემპის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში შეინიშნება და არის ძალიან საამაყო და სასიხარულო ყველა მონაწილე რგოლისთვის, რომელიც ჰოსპიტალიტი ინდუსტრიაში მონაწილეობს, იმიტომ რომ ფასის ზრდა ერთგვარად არის წამახალისებელი თვითონ ბიზნესისთვისაც და იმ თანამშრომლებისთვისაც, რომლებიც დასაქმებულები არიან ამა თუ იმ სასტუმროში, რომ წლიდან წლამდე მათი შემოსავალი და ზოგადად ბიზნესის მოგება იყოს მზარდი და არ იყოს ერთგვაროვანი. ეს ნიშნავს, რომ რეალურად აი კოვიდიდან გამომდინარე პრობლემები, რომელიც სასტუმრო ინდუსტრიაში ძალიან თვალშისაცემი იყო, ეს პრობლემა გადაილახა. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გავლენაზე ცალკე კითხავთ. დასაქმების ნაწილი მაინტერესებს ამ ნაწილში, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ თვალშისაცემია. კოვიდის შემდეგ, რაც იყო ესე თქვათ ის ტენდენცია, რომ უფრო ტურიზმის სფეროს უყურებდნენ არასტაბილურ გარემოს რაღაც გარკვეული პერიოდი იყო ეს 6 თვე თუ 1 წელი კოვიდის შემდეგ, ამან გამოიწვია სხვადასხვა საკურიერო მომსახურებების, სხვადასხვა ონლაინ ესე ვთქვათ კომპანიებთან გადამისამართება იმ ხალხის, ნაწილი მათგანი, ვისაც მაინც უნდა ჰოსპიტალიტიში მუშაობა უფრო ადრევე დაბრუნდა, რა თქმა უნდა, იმ თავის ადგილებში, საიდანაც წავიდნენ იქან სხვადასხვა სასტუმროებში, ნაწილი მათგანი, რა თქმა უნდა, უფრო სხვაგან იპოვეს თავი და სხვა საქმიანობას მიყვეს ხელი და სხვაგან აღმოაჩინეს თავიანთი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები, თუმცა ის, რომ ტურიზმში კოვიდის შემდეგ უკვე დასტაბილურდა ზოგადად სამუშაო გარემო, ალბათ კოვიდის დასრულებიდან 1 წლის მერე უკვე ამაში ეჭვი აღარავის შექონდა, თუ არ ჩავთვლით აი ბოლო პერიოდში უფრო განხორციელებულ მოვლენებს, რამაც წერტილოვნად ყოველ წელს ზოგი სეზონის დასაწყისში, ზოგი შუაში დაარტყა და კიდე პატარ-პატარა კითხვის ნიშნები გააჩინა, თუმცა საბედნიეროდ მაინც მივდივართ იმ სტაბილური გზით, რითიც უნდა ვიაროთ. ანუ ეს სტატისტიკა, რომელიც მე ხა გავაცანი მაყურებელს, რომელიც თქვენ საუბრობთ, რეალურად მთლიანად სექტორს შეგვიძლია გავავრცელოთ, თუ მაინც არის შემთხვევები, როდესაც რაც დამოკიდებულია თითქოს მენეჯმენტის სწორ მუშაობაზე, გამართულად დაუშვათ უნარზე პარტნიორებთან სხვა ტიპის კომუნიკაცია წარმოოს, იმიტომ რომ თქვენი კოლეგების ნაწილი მაინც საუბრობს, რომ რეალურად გვაქვს სახეზე პირობითად გაჩერებული სასტუმროებიც, ან ნაკლები დატვირთვით მომუშავე სასტუმროებიც. ზოგადად რაც რითიც დავიწყეთ საუბარი, დღეს საერთო სურათი ქვეყანაში არის მზარდი, საერთო სურათი სტატისტიკურადაც და ობიექტების კუთხითაც უმეტესი წილი, რა თქმა უნდა, ყველა შეიძლება ვერ იყოს 100-ზე, 90-ზე, 80%-ში შევსებული, მაგრამ განსაზღვრავს რა სტატისტიკაში რაღაც დიდი ნაწილი, დიდი პორცია, დიდი რაოდენობა, თბილისში, ბათუმში, სხვადასხვა მიმართულებებით, რასაც ასახავს სტატისტიკა, ნამდვილად ყველა ფეხს უწყობს ზრდის ტემპს, არის შემთხვევები, როდესაც შენ გადაჯავშნილი
ადგილი გაქვს სრულად სასტუმრო და გინდა სხვაგან იპოვო ადგილი, თუმცა ანალოგიური კატეგორიის კლასის სასტუმროებში ჩვენ ვрекავთ და ვერ პოულობთ ოთახებს, განსაკუთრებით მაღალ სეზონზე კოლეგებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ უმეტესი წილი ყველგან არის დატვირთულობა მოწოდების სიმაღლეზე, ფასებით შესაბამისად მიყვება, სეზონს უწყობენ ფეხს, აქ შეიძლება იყოს სადღაც როგორც ყველა ბიზნესში ერთეული ობიექტი, ერთეული, არ ვიცი, რაღაც ლოკაცია, სადაც ძალიან ბევრი სხვა მიზეზშედეგობრივი კავშირები შეიძლება არსებობდეს თუ რატო რომელიმე ობიექტმა შეიძლება ვერ მიყვეს დღევანდელ რეალობას, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი ბიზნესის თამდევი ნაწილია, ტრაგედია არის მაშინ ალბათ, როდესაც ეს ნაწილი უფრო დიდია ვიდრე სხვა წარმატება, რასაც სტატისტიკაში ავსახავთ, როგორც თქვით, ყველა ბიზნესის და ზოგადად ეკონომიკის თანდევი პროცესია, მცირე ნაწილი, სადაც შეიძლება იყოს ის ლეგიტიმური სწორი მიზეზები, რატოც ვერ ადიოდეს რაღაც კონკრეტულ ნიშნულზე, სადაც უნდა მიდიოდეს, რასაც თან ახლავს კონკურენცია, ახალი ობიექტების გაჩენა, რებრენდინგის საჭიროება, რემონტის საჭიროება, სხვანაირი მარკეტინგის საჭიროება და ასე შემდეგ მთელი ქვაკუთხედი არის მიზეზების სადაც შეიძლება უშუალოდ ეს ზოგადად რო ვთქვათ, არ იქნება ალბათ სწორი და რელევანტური რომელიმე ობიექტზე ესე ბრმად, თუ ჩავხედავთ და დავსხდებით და გავარჩევთ რომელიმე ობიექტის კონკრეტულ მიმართულებას, შესაძლოა უფრო კაფიოდ გამოიკვეთოს რაიმე მიზეზი. და არ შემიძლია გითხოთ, თქვენ მმართველობაში არსებული სასტუმროების ნაწილი, ეს როგორი სურათი გვაქვს და მაგალითად, როდესაც ურთიერთებით თქვენს კოლეგებს, მათ შორის ტურისტების ჯავშნების ნაწილზეც, რა არის მთავარი გამსასვლელი და განმაპირობებელი, რა საკითხებს აქცევენ ისინი ყურადღებას, ქვეყნის ცნობადობა მუშაობს ამ ნაწილში, ზოგადად მსოფლიოში ტურიზმთან მიმართებაში მე ვხედავ, რომ მოგზაურობა ყველას უყვარს, სიტუაცია თუ იცვლება გლობალურად და საკუთრებით ფეთქებად საშიში რეგიონები ბევრია, ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის რისკსაც ადამიანები თავს არიდებენ, ხო და არა მხოლოდ იმ რეგიონში, არამედ ზოგადად შეიძლება თავი შეიკავონ. ანუ ასეთ სიტუაციაში რა მეთოდებით არწმუნებთ, რომ პირობითად საქართველოს საინტერესო ქვეყანაა ამ კუთხით? დარწმუნება ფაქტიურად იმაში, რომ საქართველოს საინტერესო ქვეყანაა იმ ოდენობით, რაც ადრე გჭირდებოდა და იმ ძალისხმევით დღეს საბედნიეროდ აღარ გჭირდება, იმიტომ რომ სხვა ყველა გარემო ფაქტორი გიწყობს იმაში ხელს, რომ თვითონაც მეზობელმა ქვეყნებმა, ევროპამ, სხვადასხვა მიმართულებებმა რაც აქტიურად ჩამოდის საქართველოში, ძალიან კარგად იციან, იმდენად კარგადაა საქართველოს ჩვენი ქვეყანა ზოგადად კერძო სექტორის და სახელმწიფოს წყალობით ერთობლივად პოზიციონირებული და გარეკლამებული, რომ აქ თითოეულ ახალი პარტნიორის მოზიდვისას რატოა საქართველოს მათთვის საინტერესო ამის დარწმუნებაში დიდი რესურსი ინდივიდუალური მოლაპარაკებების დროს დიდი ძალისხმევის დახარჯვა, რომ საქართველოს არის ესე ვთქვათ ნოლიდან რო დაიწყო ან რაღაც შუადან რატო უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ამაზე დიდი დრო და დიდი ენერგია აღარ გჭირდება, იმიტომ რომ ხელს გიწყობს და ზურგს გიმაგრებს ის მიზეზები, რაც საქართველოს ირგვლივ ავრცელებს ესე ვთქვათ ხმას ტრიალებს და რითიც არის საქართველოს ბრენდირებული საერთაშორისო მასშტაბზე და პოზიციონირებული. უფრო არის ხოლმე სასტუმროების ლოკაციები, ფასები, ტურის ქრონოლოგია ძალიან ამარტივებს ის, რომ ხელმისაწვდომი არის ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოსვლა საქართველოში და ეს ყველა მოლაპარაკებაზე არის ძალიან დიდი პლუსი და ძალიან დიდი უპირატესობა. ამ შემთხვევაში, რაც ძალიან გასახარი და საამაყოა ჩემი აზრით. თვითონ პროექტებს რაც შეეხება თბილისი საშუალოდ 80-დან 90%-მდე დატვირთულობით მუშაობს, საშუალო რო ავიღოთ მაისის და ივნისის დაგეგმილი რეზერვაციების, არის დღეები, როდესაც სრულად შევსებულია და პირიქით ხანდახან არის გადაჯავშნა გვაქვს და ვეძებთ სხვადასხვა ობიექტებს, სხვადასხვა ესე ვთქვათ მეგობარ სასტუმროებთან ჩვენს ადგილებს რო გადავამისამართოთ ის ტურისტები, ვისაც ჩვენ ვერ ვიღებთ და ვფიქრობთ, რომ სეზონი უნდა იყოს ძალიან კარგი მთლიანობაში გასული. ზაფხულში აქტიურია დედაქალაქი, დატვირთულია ტურისტების ფასადით. ზაფხულში კოვიდამდე მაგალითად ივლისი, აგვისტო, როცა ზღვისპირა ქალაქი, ანუ ამ შემთხვევაში ზღვისპირეთი უფრო პოპულარულია ხოლმე საქართველოს მოქალაქეებში ყოველ შემთხვევაში. კი, მაინც
ინარჩუნებს თბილისი მაღალ დატვირთულობას, თუნდაც გასული 3-4 წლის სტატისტიკით რო ავიღოთ, რაც არის ივნისში, ივლისში, ასე ვთქვათ, ნარჩუნდება მაღალი პიკური სეზონი ოქტომბრის დასაწყისამდე, ოქტომბრის 15-მდე, კოვიდამდე ეს იყო ყველაზე მაღალი სეზონი თბილისისთვის, ითვლებოდა მაისი, ივნისი, შემდგომ ივლისი, აგვისტო, რაც თქვენ ბრძანეთ, მაინც უფრო აჭარისკენ და ზღვისპირეთისკენ გადაინაცვლებდნენ ხოლმე და ოქტომბერში, სექტემბერ-ოქტომბერში ისევ მაღალი დატვირთულობა იყო თბილისისთვის. თუმცა შეიცვალა ეს ტენდენცია, უკვე აპრილიდან იწყება თბილისისთვის საკმაოდ მაღალი სეზონი და გრძელდება, გახანგრძლივდა მაღალი სეზონის თვეები და გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ოქტომბრის ბოლომდე. რაც შეეხება აჭარას, აჭარაში თავისთავად ვიცით ივნისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე ფაქტიურად არის მაღალი სეზონის დატვირთულობები, მაღალი სეზონის ფასები. ჩვენ ვიცით შარშან გავხსენით Blue Sky Apart ჰოთელი, რომელიც 795 ნომერი აქვს, სადაც უკვე ფაქტიურად სრულად არის მზადყოფნაში მაღალი სეზონის შესახვედრად და დატვირთულობა შესაბამისად ყოველდღიურად მაღლა და მაღლა იწევს და ვცდილობთ, რომ ფასებითაც შესაბამისად გავყვეთ. ჩვენთვის პირველი მაღალი, ესე ვთქვათ, სეზონი არის, მაღალი აქტიური წელიწადი და ძალიან დიდ მოლოდინებს ვაკეთებთ. რომ სექტემბრის ბოლომდე ძალიან კარგი და საამაყო ციფრები უნდა დავწეროთ, რასაც შემდგომში მედია ასევე სიამაყით გაგიზიარებთ, როდესაც ჩავხურავთ სეზონს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა, კლავაც ტრადიციულად სიამოვნებით იმას ვიძლევთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში გიორგი დოლიძე საუბრობდა.